ესპანეთში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. სტიქია იაპონიაშიც უხვი ნალექის გამო ჩიბის პრეფექტურაში ისტორიაში პირველად უმაღლესი მეხუთე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 12 საათში აგვისტოს მთელი თვის ნორმის 3-ჯერ მეტი წვიმა მოვიდა, რასაც სატრანსპორტო კოლაფსი და მსხვერპლი მოჰყვა. ინდიანას შტატში კი შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. იცით როდის გიყვებოდნენ იმედი, პოსტივი და რუსთავი ამ ამბებს. მას შემდეგ, რაც თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები, სახლები, სარდაფები და მეტროსადგურები დაიტბორა. საბურთალოს რაიონში დაზიანდა გაზსადენი მილი. ოქროყანაში, ციურიხის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოიშალა. მიწის მასა ჩამოიშალა ნაძალადევშიც, ცანერგეს ქუჩაზე და დაზიანდა საცხოვრებელი სახლის კედელი. ბახტრიონის ქუჩაზე კი მიწის ნაშალში ავტომობილები მოყვა. დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა 10-ვე რაიონში პრობლემები შექმნა. ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. ნათქვამი იყო თბილისის მერიის განცხადებაში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კი 14 აგვისტოს ღამის 11 საათზე გვაცნობა, 14 აგვისტოს გვიანი საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე, რომ ძლიერი ინტენსივობის ნალექი იყო მოსალოდნელი. და მაინც, იმედს, რუსთავიორსა და პოსტივის რომ დაუბრუნდეთ. რატომ აშუქებდნენ ერევნის, იაპონიისა თუ ესპანეთის ამბებს ასე აქტიურად? ამის მიზანი შესაძლოა პრობლემის ნორმალიზება და ჩვეულებრივ მოვლენად წარმოჩენა იყოს. ამ ამბების მოსმენის შემდეგ გრჩება განცდა, რომ მსგავსი რამ სხვაგანაც ხდება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში და ფიქრობ, რომ გარდაუვალი იყო. გამოვლენილი ხარვეზებისა თუ პრობლემების ნაცვლად ისრები სხვაგან გადადის. რატომ იტბორება წვიმისას გზები? რა პრობლემები აქვს სანიაღვრეებს? ამ კრიტიკული კითხვების გადაფარვას საზღვარგარეთ მომხდარი ამბებით ცდილობენ. შედეგად, საზოგადოების ნაწილმა შესაძლოა იფიქროს, რომ როცა ამერიკაში თუ იაპონიაში წვიმის შედეგად ხალხი იღუპება, თბილისში სანიაღვრეებზე საუბარი ზედმეტია. მსხვერპლზე საუბარი და კატასტროფების ჩვენება მოქალაქეების რაციონალურ პროტესტს თრგუნავს. და ყველაზე მთავარი, ადგილობრივი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურიდან აქცენტი გლობალურ პრობლემებსა და ბუნებაზე გადადის. ამით კი პასუხისმგებლობა ეხსნება მათ, ვინც ჩვენი ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაზე უნდა ზრუნავდნენ.